ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში მეექვსე სკოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ სკოლის მესვეურებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. მაყურებლის წინაშე ასევე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები გამოვიდნენ, რომლებმაც სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს. დატვირთული ვარ ემოციებით. დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წავიდა ჩვენთვის, იმათვისაც, ვინც სცენაზე ვიდექით და იმათვისაც, ვინც დარბაზში ისხდა. საკმაოდ სუცხიანი და წვიმიანი ამინდი ჩვენთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა. მე მგონი სასიამოვნოდ გაატარა დამსე საზოგადოებამ ეს საღამო. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა კურსდამთავრებულს, იუბილარებს, სკოლას, მეექვსე საჯარო სკოლის მთელ კოლექტივს. მინდა მადლობა გადაუხადო თეატრის დირექციას, თეატრის ტექ პერსონალს, ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ლაზიკას, არგონავტებს, ფაზის, პატარა მომღერლებს, დიდებს, მასწავლებლებს, რომლებმაც მშვენიერი სიმღერა შეასრულეს ჩვენთვის და დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ. დღეს მეექვსე საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე არის. ხელმძღვანელი არის ბატონი თამაზ ბაჭკორია, მისი მოადგილე მაკა ჩინჯოლია. აღფრთოვანებული ვართ დღევანდელი დღით და უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა აქ მონაწილე ბავშვებს, ჩვენ სკოლის მოსწავლეებს და ქორეოგრაფიულ ანსამბლებსაც. ვლოცავ მეექვსე სკოლას 100 წლის თავს, მართლაც რომ სიხარულოა მსგავსი ფაქტი, სწორედ ამიტომაც შევიკრიბეთ დღეს ფოთის თეატრში, რომ აღგვენიშნა დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ ვლოცავ ფოთელ ხალხს და საერთოდ მეექვსე სკოლელებს 100 წლის თავს და უფრო დიდხანს არსებობდა ჩვენი სკოლა, რომ უფრო მეტი აღსასდელი აღსარდოს. ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, საღამომ აღფრთოვანებულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, საუკუნოვანი სკოლისთვის ამ თარიღის აღნიშვნა, საღამომ წყვილად ჩაიარა. ვლოცავ მეექვსე საჯარო სკოლას. კიდევ უამრავი აღსაზრდელი, წარმატებული აღეზარდოს მის კოლექტივს, ჯანმრთელობას, ღვთისმსახურებას ვუსურვებ. ამავდროულად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს საყვარელ მეექვსე საჯარო სკოლას ვლოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. პირველ რიგში მინდა მიულოცო მეექვსე საჯარო სკოლას, პედკოლექტივს, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს. ეს დღე 100 წლის იუბილე ძალიან კარგი საღამო იყო, კარგი წარმოდგენა იყო და ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა იყოს 1, 2, 3 და მრავალი თაობა ერთად ერთ სივრცეში. კიდევ ერთხელ მიულოცავ და ვფიქრობ, რომ ის ტრადიცია, რომელიც ამ სკოლას გააჩნია, კიდევ დიდხანს იქნება წარმატებით გაგრძელებული. ღონისძიება მუსიკალურად ქალაქის შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს.